დედაქალაქში წიწვოვანი ხეების ნაწილს ვირუსული დაავადება გაუჩნდა. მიზეზად სპეციალისტები კლიმატურ ცვლილებებს ასახელებენ. საშიში კერების თავიდან ასაცილებლად ტერიტორიების გაწმენდა დაიწყო. სანაცვლოდ შემოდგომაზე 19,000-მდე შერეული ჯიშის ხე დაირგება. ამერიდან ტენდერი არამხოლოდ ხეების დარგვაზე, არამედ მის მოვლა პატრონობაზეც გამოცხადდება. ჩემი კოლეგა დაინტერესდა კუსპაზე, ვაკის პარკთან და ვარეზის ხევში არსებული მდგომარეობით. სანამ ქალაქის მერი მილიონი ხის დარგვის პირობას სისრულეში მოიყვანს, შესაძლოა თბილისი მთლიანად გამხმარი ხეების გარემოცვაში მოექცეს. დედაქალაქში და მის შემოგარენში ხეების მასიური ხმობა საგანგაშო მდგომარეობამდეა მისული, ამბობენ ექსპერტები. მიზეზად კი ვირუსულ და სოკოვან დაავადებებს ასახელებენ. ნინო გველესიანს წლების წინ შვილები სასეირნოს სუფთა ჰაერზე ვაკის პარკში დაჰყავდა. ქრონიკასთან საუბარში იხსენებს, რომ ფერდობებზე ფიჭვების მასიური ხმობა წინათ არასდროს შეუნიშნავს. 15 წელია რაც პარკში დავდივარ, მაგრამ ასეთი პრობლემა რაც წიწვოვანი მცენარეებს დღეს გააჩნიათ რომ ხმება, ესეთი პრობლემები ნამდვილად არ ყოფილა. და ისე იყო მწერები, რომელსაც წამლავდნენ პერიოდი, რომ იწამლებოდა და საშიშროება არაფერი არ ყოფილა, მაგრამ დღესდღეობით ნამდვილად ცუდი მდგომარეობა არის მომავალი თაობისთვის. საქართველოს მწვანეთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ დაზიანებული ხეების შეწამლვითი სამუშაოების დაწყებას ჯერ კიდევ პროცესის დასაწყისში ცდილობდნენ. თუმცა მათივე განმარტებით, მაშინდელმა მთავრობამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხის გამოყოფა ვერ მოახერხა. ძალიან რთული პირობებია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ფერდები და ეს არის ძირითადად ფერდობებზე არის და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდება როგორც ყველა მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ რაღაცა მწვანე საფარი მიმდებარე ტერიტორიებზე, ქალაქებში. წიწვოვანი ხეების დაავადების მიზეზად სპეციალისტები კლიმატურ ცვლილებებს ასახელებენ. საშიში კერების თავიდან ასაცილებლად მერიის გამწვანების სამსახურმა დაზიანებული და გამხმარი ხეებისგან ტერიტორიების გაწმენდა უკვე დაიწყო. ჩვენ ამ შემოდგომაზე უკვე გავთ 19,000 ხეს თბილისში, ეს იქნება შერეული 6 ჯიშის ხე, სხვადასხვა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები და მომავალი წლიდან განსაკუთრებით მივაქცევთ ყურადღებას იმ კერებს, სადაც დიდია ეს ხმობის ნაწილი. რადგან ქალაქში დაზიანებული ხეების გარდა ბევრი ახალდარგული ხე გახმა, მერიის გამწვანების სამსახურმა პრობლემის მოგვარება შემდეგი გზით გადაწყვიტა. ამიერიდან ტენდერი ხეების არამხოლოდ დარგვაზე, არამედ მის მოვლა პატრონობაზეც გამოცხადდება.